გასახლებენ თუ არა ორი სოფლის მოსახლეობას ხარაგაულში. ხემაღალისა და ღვერკის მცხოვრებლების ნაწილმა საცხოვრებელი ადგილები უკვე დატოვა. მეწყრული პროცესების გამო ვითარება მძიმეა, დაძრულია მიწის მასა, რომელიც მოძრაობას აგრძელებს. ადგილობრივებს ენგრევათ სახლები, ინგრევა გზები. ფორმულას გადამღები ჯგუფი ადგილზე იყო ჩასული და გადაიღო რა ვითარებაში უწევთ ყოფნა ადგილობრივ მცხოვრებლებს. ვრცელ რეპორტაჟს 8 საათზე მთავარ გამოშვებაში ნახავთ. მანამდე კი თამარ დემეტრაშვილი, რომელმაც იმუშავა ადგილზე, მოგვიყვება უფრო ვრცლად. როგორი მდგომარეობაა ხარაგაულის სოფლებში? ორივე სოფელში, ხემაღალშიც და ღვერკშიც უმძიმესი ვითარება სიტუაცია, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, ნამდვილად შეიძლება იყოს, რომ შოკის მომგვრელი, თუკი მიწის მასა მოძრაობა არ შეაჩერა ორივე სოფელს გარემო საერთოდ არა, ვინ არის? ავიდეთ ჩვენი მანქანით სხვა რა გზაა კაცო. როგორ აბა ხო ორივე ჯერჯერობით ზუსტი მიზეზი, გამომწვევი მიზეზი მეწყრული პროცესის დაწყების არ არის ცნობილი. ადგილზე გეოლოგებმა ბურღვითი სამუშაოები უნდა დაიწყონ უახლოეს დღეებში და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაირკვეს თუ რა ხდება სოფლის ქვემოთ, ამ ორივე სოფლის ქვემოთ. მათ რეკომენდაციაზე იქნება დამოკიდებული საბოლოოდ მოხდება თუ არა ორივე სოფლიდან მოსახლეობის გასახლება. აქ მაკატარებული და ეს სოფელში და ახლა აქედან ნამდვილად არ მინდა რომ წავიდე. არც მე და არც კიდე ნებისმიერ მაცხოვრებელს. ძნელია ასე ცხოვრება, ასე პანიკაში ცხოვრება, მაგრამ რა უნდა ვქნათ ახლა სანამ ეს დასკვნა არ დაიდება, ამას დაჭირდება დაახლოებით 2-3 თვე გეოლოგების დასკვნას და მანამდე ასეთ რაერად უნდა ვიცხოვრო. გამოვედი და დამხვდა. ის წუხელ კიდე იქ შიგნით ჩამოინგრა. აქ შიგნით მიწაა დახსნილი, იქ დაბზარდული რა ვიცი. ყველგან ყველაფერი, მაგრამ უფრო მეტი იქ არის ზევით. ასეთია ვითარება ორივე სოფელში. ვრცელ რეპორტაჟს ჩვენ მაყურებელს უკვე მთავარ გამოშვებაში შევთავაზებთ და ისინი მაყურებელი ნახავს თუ რა მდგომარეობაში ცხოვრობენ მოქალაქეები.